Екластен ксиров, кункуш еркеринц кахцер хоскеров. Я сама не царитак, екластен ксиров. ხიდან მოტეხილი იასამნებით ტრაპთან დახვედრა პროტოკოლი არ არის. თუმცა არც თავად სომხეთ ევროკავშირის სამიტი იყო სტანდარტი. ექსპერტთა შეფასებით, ეს ორმხრივი სამიტები რეალურად ზღვის არჩევნებში საკუთარი კაცის გაყვანის ახალი მეთოდია და ბრიუსელმა ის ჯერ მოლდოვაში გამოიყენა. We cannot wait to welcome you in our union. ვეღარც კი ვითმენ, როდის გავუღებთ ევროკავშირის კარს მოლდოვას. ერთი წლის თავზე ევროკავშირში კი არა, მაგრამ ერევანში ერთ-ერთ აუდიტორიაში კი შეუშვეს და ვიწრო წრეშიც მოусმინეს. არავინ უსმენდა, თუმცა ისე გამოჩნდა, რომ სანდუ დააფასეს. ოღონდ ამის საფასური ქვეყნის სუვერენიტეტი და სრული მორჩილებაა. იმავე ფოკუსის ჩატარებას ახლა სომხეთში აპირებენ. რაც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ფაშინიანისთვის სამაშველო რგოლია. ეს იყო უბრალოდ შეკრება სომხეთში იმისთვის, რომ ფაშინიანისთვის აღმოეჩინათ საარჩევნო პროპაგანდაში დახმარება. მათა გართულებული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ამიერკავკასიას გულისხმობ, ნუ საქართველოსთანაა გართულებული ურთიერთობა, ეს არ არის დასამალი და ახლა ცდილობენ, რომ როგორმე რეგიონში დასაყრდენი ნახონ. დასაყრდენი კი ცალკე რუსეთის და ცალკე ამერიკის საპირწონედ სჭირდებათ. I've heard a lot already. ევროპელი ლიდერები გამუდმებით ჩივიან, რომ თავდაცვა სჭირდებათ, მაგრამ ვისგან უნდა დაგიცვათ? საფრთხე ჩემი აზრით თავად თქვენშია. როდესაც ხალხის აზრისა და ხმის გეშინია, უსაფრთხოდ ვერ იქნები, მაგრამ ამერიკა ამაში ვერ დაგეხმარება. მეტიც არც ამერიკას სჭირდება ისეთი ევროპა, სადაც დემოკრატიას და ევროპულ ფასეულობებს, რაც აქამდე გვაერთიანებდა, ვეღარ ვხედავთ. პირველივე დღიდან ტრამპის ადმინისტრაციამ ბრიუსელს განუცხადა, რომ ცენზურა, რევოლუციების ორგანიზება თუ არჩევნებში ჩარევა და მარიონეტი მმართველებით დიქტატის წარმოება მიუღებელი იყო. თუმცა ბრიუსელის ნეოლიბერალური არსი სწორედ ეს იყო. There is more tension in the alliances. ზოგიერთი ალიანსი, რომელსაც აქამდე ვეყრდნობოდით, სანდუ აღარ არის. ამიტომ ჩვენ მეტი კონსოლიდაცია და საკუთარ ძალებზე დაყრდნობა გმართებს. საკუთარი ძალების კონსოლიდაციაში ყველა იმ ქვეყანაზე კონტროლის გაზრდა იგულისხმება, რომლებიც ბრიუსელის გავლენის ქვეშ უკვე არიან, ან ამის პოტენციალი არსებობს. 8 წლის წინათ სომხეთს რუსეთის სატელიტად განვიხილავთ, მაგრამ ნიკოლ ფაშინიანმა ხავერდოვანი რევოლუციით ეს ქვეყანა რუსეთს გამოგლიჯა. გამოგლიჯა და ჩვენ მოგცაო, აღარ დაუყოლებია, თუმცა წრეგადასული გაშინაურებით ეს უკეთდება. არჩევნები ახლოვდება და მას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და ამიტომ ცდილობს საკუთარ მოქალაქეებს დაანახოს რაღაც სიახლე, გააჩინოს მომავლისადმი იმედი, უვიზო მიმოსვლის და ასე შემდეგ. დასავლეთის ინტერესი არის რუსეთის კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება, რომ აი ის რაც იყო შენი გავლენის სფერო, დღეს უკვე გახდა ჩემი გავლენის სფერო. ზუსტად ამ თამაშს შეეწირა უკრაინა. მილიონამდე დახოცილი თუ დაჭრილი უკრაინელი და იგივე ელოდა საქართველოსაც მარიონეტი ნაცმოძრაობა რომ დარჩენილიყო ხელისუფლებაში. ერევანში ბოჰემური წვეულებიდან მეორე დღესვე პუტინმა სომხეთს ეს მკაფიოდ უთხრა. საიდან დაიწყო ის, რაც უკრაინაში ხდება? დაიწყო კიევის მცდელობით შესულიყო ევროპის კავშირში, რასაც მოჰყვა მაიდანი, გადატრიალება და ბოლოს საბრძოლო მოქმედებები. ამიტომ საჭიროა დათვალოს სომხეთმა რას აძლევს რუსეთთან კავშირი და ასევე ჰკითხოს ხალხს, უნდა თუ არა რუსეთი, ჩაატარონ რეფერენდუმი. პუტინმა იცის, რომ რეფერენდუმი სომხეთში ბრიუსელის სასარგებლო არ იქნება და ეს ერევნის სამიტზეც გამოჩნდა, სადაც ზელენსკის ჩასვლას ქუჩის პროტესტი და უკრაინული დროშების საჯარო დახევა მოჰყვა. We do not want to see leaders like Zelensky. ჩვენ არ გვჭირდება ზელენსკის მსგავსი ფიგურების ხილვა სომხეთში. ჩვენ არ გვჭირდება ის გზა, რომლითაც მან საკუთარი ქვეყანა ომის ცეცხლში გაჰხვია.
სომხეთში კარგად იციან, რომ სხვის თამაში შედიან და უკრაინიზაციას უფრთხიან. მით უმეტეს, რომ პუტინის მრჩეველმა ამ დღეებში განაცხადა, დროა რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენოსო. რუსეთი ზედმეტად დიდი ხანია ითმენს დასავლეთის აგრესიას. ფიქრობ, დროა ჩვენს გადავიდეთ ესკალაციაზე და დავსაჯოთ ევროპელი მტრები ჩვენ წინააღმდეგ წარმოებული ომისთვის. მე ვურჩევ პუტინს გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ცნობილი სტრატეგი ჯეფრი საქსი მიიჩნევს, რომ მესამე მსოფლიო ომის მაღალ რისკს ევრობიუროკრატებიც ხედავენ. მაგრამ ვაბანკზე მიდიან, რადგან ეს ომის გლობალურ პარტიას სჭირდება. ბრიუსელი კი მას ემორჩილება. მათ აინტერესებთ, რამდენად ზუსტად ირჩევს სტრატეგიულ სამიზნეებს ხელოვნური ინტელექტი. ან ერთი აფეთქებით რამდენი კაცი გვდება. ირანში ეს უკვე ვნახეთ. ეს ბიზნესი ასე მუშაობს. Deep States მუდმივი ომი სჭირდება. და აი ეს ძალა ახლა სომხეთში ცდილობს საკუთარი საჭადრაკო პარტიის გათამაშებას. რატომ სომხეთში? იმიტომ რომ სომხეთი ისევე როგორც მოლდოვა ევროპისთვის ქვედა ტოტზე დაკიდებული ხილია, რომელსაც ადვილად შესწუდება. ადრე ეს როლი ჰქონდა საქართველოსაც, მაგრამ დისტანცირება არჩია. სომხეთი კი ისევ ამ როლშია, თუმცა ბოლომდე არა. ის ევრაზიულ კავშირში რჩება რუსეთთან და არც ევროკავშირის წევრობაზე შეუტანია ჯერ განაცხადი იმის მიუხედავად, რომ პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. ასე რომ ფაშინიანიც ცდილობს საკუთარი თამაში ითამაშოს, მაგრამ ჩანს არ გამოუვა. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა იმდენად ღრმაა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დადგება. ჩვენ რუსეთთან ერთად ამჟამად ენერგეტიკულ პროექტებზე ვმუშაობთ, მაგალითად მზის ენერგიაზე, ასევე ატომური სადგურის მშენებლობაზე. თუმცა არ დავმალავ, რომ ამ საკითხებზე სხვებსაც ველაპარაკებით. არა, ეს არ გამოვა. ევროკავშირის საბაჟო სისტემა ევრაზიულ კავშირთან შეუთავსებელია. პუტინმა რეალურად დაუყენა საკითხი, რომ ან ჩვენ, ან ევროკავშირი და აი ამის საპასუხოდ მათ შორის შეიძლება მივიჩინოთ ის ფაქტი, რომ ევროკავშირი სომხეთში გააქტიურა და ეს სამიტიც სომხეთში ჩატარდა. კრემლის შეხვედრა ერევნის სამიტამდე სულ 2 კვირით ადრე შედგა. თუმცა ბრიუსელმა თავისი გასაღები სომხეთს სწრაფად მოუძებდა. კავკასიის და შუა დერეფნის ლიდერობას დაჰპირდა და 1-2 მემორანდუმიც გაოფორმა. როგორც იტყვიან, თვალში ნაცარი შეაყარა. მოეწერა ევროკავშირისა და ამბერ კაპიტალ არმენიას შორის განზრახვის ოქმს, რომ ევროკავშირი ამ კომპანიაში ინვესტირებით დაინტერესდება. კომპანია არმენია AI-ის გადაეცემა განზრახვის წერილი, რომ ევროკავშირი სომხეთს ციფრული კავშირის რეგიონულ ჰაბად განიხილავს. ანუ შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი ან აზერბაიჯანის მწვანე დერეფანი არაფერ შუაშია და შუა დერეფანით სომხეთიაო. ამდენი ტყუილი ბრიუსელისთვისაც კი რეკორდია, მაგრამ ჩანს სომხურ ხასიათზე იყო გათვლილი. Few countries are as uniquely positioned as Armenia. ცოტაა ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც ისეთი უნიკალური განლაგება აქვს, როგორც სომხეთს. ის აკავშირებს ევროპას, კავკასიასა და შუა აზიასთან. სომხეთი ტრანსკასპიური დერეფნის საკვანძო პუნქტია და ჩვენ მას რუსულ დეზინფორმაციასთან ომშიც დავეხმარებით. მეცინება, როდესაც მაკრონი და ურსულა ფონ დერ ლაიანი აცხადებს, რომ სომხეთი არის უახლესი გზა ევროპიდან აზიისაკენ და სომხეთი ვაქციად გეოპოლიტიკურ მნიშვნელოვან ქვეყანად. ეს არის ან გეოგრაფია არიციან ამ პიროვნებებმა, ან უბრალოდ ვერ ერკვევიან გეოპოლიტიკაში საერთოდ. აქ როცა გააკეთა განცხადება ფონ ლაიენმა, საკმაოდ სასაცილო, მე რომ მკითხოთ, უფრო ნაკლებად სერიოზული თუ არა სერიოზული, რომ ვითომ სომხეთი არის შუა დერეფნის მთავარი არტერია. ეს არის შეკეთო გეოგრაფიას. ძნელი სათქმელია, რომელი უფრო ეამა ფაშინიანს გეოგრაფიული ტყუილი თუ არჩევნებში დახმარების დაპირება. მაგრამ ბრიუსელს ერთგულება აღუთქვა და მაკრონსაც მთელი დღე ქუჩაში სდია. სანამ ის როკვარსკვლავებით ხალხს ესალმებოდა და ფაშინიანს საარჩევნო ქულებს მატებდა. ძალიან სასაცილო იყო, თავისუფლების მოედანთან სპექტაკლი დადგეს. ხალხმა თითქოს მასობრივად დაიწყო მაკრონისთვის მარსიელეზას ფრანგულად სიმღერა. ერევანში ვინც კი ფრანგული იცის, მგონი ყველა იქ შეკრიბეს. შემდეგ კი ამ ვიდეოთი ინტერნეტი ააჭრელეს.
but for the civil contract in their ამ დროს კი მე და ჩემმა მეგობარმა ვცადეთ გვეკითხა მაკრონისთვის, რატომ უჭერდა მხარს ადამიანს, რომელმაც კონსტიტუციის დარღვევით სომხეთის კათალიკოსი ჩამოაგდო. პოლიციამ მაშინვე პირზე აგვაფარა ხელი, ჩაგვტენეს მანქანაში და ქალაქგარეთ ჩამოგვაგდეს. It is very dangerous propaganda. საიდანღაც უცბად გაჩნდა NGO-ების არმია, რომელიც ინტერნეტში სომხურად ავრცელებს ნარატივს, რომ თუ ფაშინიანი არ გაიმარჯვებს არჩევნებში, რუსეთი ყველას უკრაინასთან ომში გაგვიწევს და ამ აბსურდზე ხარჯავს ფულს ბრიუსელი. თუკი გარკვეული გარე ძალები ცდილობენ სომხეთის და რუსეთის დაპირისპირებას. ეს უფრო ეს კონტექსტია და პოლიტიკური კონიუნქტურაა, მეტი არაფერი. სომხეთში დგას რუსული ბაზა, რომელსაც ქვია გიუმრის ბაზა. და იმ გიუმრის ბაზასთან რაც უფრო მეტ პროვოკაციას მოაწყობენ ეს ფრანგები და ევროპელი დიპლომატები ბჭყალებში, იმიტომ რომ მაგათ დიპლომატია არ ქვია, ისინი ომსაღვივებენ ახალს სომხეთსა და რუსეთს შორის. იმიტომ რომ ამერიკის ჩათრევის იმედი აქვთ, რაც ცხადია არ გამოვა. ტრამპს რუსეთი ახლა ჩინეთთან მეტოქეობაში სჭირდება. უკრაინა კი ევროპას აღკიდა და მოიშორა. ტრამპს ასე ვთქვათ უნდა რაღაცნაირად ჩამოიშოროს ევროკავშირი, მაქსიმალურად დაასუსტა წინა ადმინისტრაციამ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ტრამპი და ბაიდენი მიუხედავად მათი დაპირისპირებისა, ეს არის ამერიკის ორი სტრატეგია. ერთმა სტრატეგიამ დაასუსტა ევროპამ და მეორე თითქოს ერთგვარად ხელის დაბანას ცდილობს ბოლომდე ამ ევროპისგან, რათა უკვე ჩინეთის მიმართულებით გადაიტანოს ისრები. შემდეგ კი ირანთან ომში ჰორმუზის სრუტე დაბლოკა და ჩინეთთან ერთად ევროპაც საწვავის გარეშე დატოვა. აიძულა მთლიანად ამერიკულ თხევად გაზზე გადასვლა, რაშიც რუსულ გაზზე 5 ჯერ ძვირს ახდევინებს. The conflict in the Middle East, it has really become a choke point for us. ირანში კონფლიქტმა ენერგიის იმპორტზე ჩვენი დამოკიდებულება განსაკუთრებით მტკივნეული გახადა. საწვავზე ფასების მკვეთრი რყევა უბრალოდ გვახრჩობს და ჩვენს კონკურენტულ უნარს ანადგურებს. ტრამპი ცდილობს, რომ მაქსიმალურად ამერიკაზე დამოკიდებული დატოვოს ბრიუსელი და მან ძალიან კარგად იცის, რომ სხვა გზა მოჭრილი აქვს იდეაში ბრიუსელს გამომდინარე საკუთარი შეიძლება ვთქვას აბსურდული პოლიტიკით. გერმანია საშინელი ლიდერი ხავს. ქვეყანაში იმიგრაციის და ენერგოკრიზისის პრობლემა შექმნა. ასე რომ ჩვენს ჯარებს გავიყვან გერმანიიდან და ასევე იტალიიდან. ევრობიუროკრატები პანიკაში არიან. ეშინიათ ტრამპმა ჯარები სრულად არ გაიყვანოს ევროპიდან და რუსეთის ხელში არ აღმოჩნდნენ. ამერიკა ევროპიდან ჯარების გაყვანას აპირებს, ამიტომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ჩვენ ხომ ამერიკის სანდო პარტნიორები ვიყავით ავღანეთსა და ერაყში, ასე რომ ეს დამოკიდებულება უსამართლოა. International isolation ჩვენ ერთად მოვაქცევთ რუსეთს იზოლაციაში, ხოლო რუსულ პროპაგანდას ჩავახშობთ. ჩვენ ასევე გავზრდით სამხედრო წარმოებას. ევროპა გეგმავს, რომ შექმნას საკუთარი სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც არ იქნება ნატოსთან ასოცირებული, რადგანაც ნატო არის ამერიკული ძირითადად დაფინანსებით გაერთიანება, სამხედრო გაერთიანება. ტრამპს თავის ეროვნულ დოქტრინაში უწერია, რომ ევროპა ფუნქციას კარგავს, ამიტომ ევროპაში მისი ინტერესები აღარ არის. ბოლო წლებმა თვალი აგვიხილა და დაგვანახა, რომ თავად უნდა შეგვეძლოს საკუთარი თავის დაცვა, ამიტომ ავიღეთ 800 მილიარდი ვალი იარაღისთვის, რომელსაც უკრაინას მოვახმართ. ჩვენი საუკეთესო თავდაცვა უკრაინის შეიარაღებაა. ანუ თუნდაც ამოწყდეს უკრაინა, მთავარია პუტინმა ჩვენთვის არ მოიცალოსო. ამას საქართველოშიც და აზერბაიჯანშიც კარგად ხედავენ და უკრაინიზაციას ემიჯნებიან. ბრიუსელის სომხურ ინსინუაციებს კი ფაქტებით პასუხობენ. These projects have not only reshaped საქართველოს გავლით ჩვენ 20 ქვეყანას ვაწვდით ბუნებრივ აირს, მათ შორის ევროკავშირსაც. ასევე ვაშენებთ პორტებს, საკაბელო თუ სარკინიგზო ხაზებს. და როდესაც შუა დერეფანზეა საუბარი, ის ორ ქვეყანაზე გადის, აზერბაიჯანზე და საქართველოზე. საქართველოს შუა დერეფნიდან ფიზიკურად ვერ ამოაგდებ ვერანაირად, აქედან გამომდინარე საქართველოს როლი არის განუზომელი
თუ ვამბობთ ჩვენ შუა დერეფანს, ეს ავტომატურად გულისხმობს საქართველოს. ბრიუსელში ეს კარგად ესმით. უბრალოდ ამ დერეფნის მართვა თავად უნდათ. ამისთვის კი რეგიონში შუღლის ჩამოგდებას და ურჩ ქვეყნებზე გავლენის მოპოვებას ცდილობენ. შავ ზღვაზე ჩვენი ახალი სტრატეგია აზერბაიჯანი და სომხეთია. ეს პერსპექტივა მათ შორის სამშვიდობო შეთანხმებამ გააჩინა. ეს 2 თვის წინ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადეს, სადაც შავი ზღვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაანაწილეს. თუმცა პროვოკაციამ არ იმუშავა. დიახ, ჩვენ ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობა გვაქვს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ უშუალო მეზობლებთან კარგი ურთიერთობის გარეშე ამას მნიშვნელობა არ აქვს. მადლობელი ვართ ქართველი მეგობრების, რადგან სომხეთთან მიღწეულ მშვიდობას პრაქტიკულ მნიშვნელობას სწორედ ისინი აძლევენ. სომხურ სატრანზიტო ტვირთებს ევროპისკენ საქართველო ატარებს და ეს მისი კეთილი ნებაა. გავიდა 2 თვე და შუა დერეფნიდან ბრიუსელმა ახლა აზერბაიჯანიც ამოაგდო. მხოლოდ სომხეთი დატოვა, რომელიც ჩინეთსა და ევროპას შორის შავ ზღვაზე გადებულ ხიდად გამოაცხადა. ამავე თამაშის ფარგლებში ერევნის სამიტზე საქართველოს პრემიერი თავყრელობის ცენტრში მეცოლას გვერდით დააყენეს და მას ქართული ოცნების მგმობელი ზელენსკი მეგობრობის შეთავაზებით მიჰგვარეს. პრეზიდენტმა გამოხატა ეს ინიციატივა, ჩვენ პრესიერად დავდასტურეთ ჩვენი მზაობა და გავისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, არსებითად ეს იყო ამ საუბრის საგან და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ იყო საინტერესო საუბარი ჩვენ შორის და იყო ძალიან მეგობრული. შემდეგი ალბათ მაია სანდო იქნება თანამშრომლობის შეთავაზებით. თუმცა საქართველოში ბრიუსელის ამ მანევრსა თუ ჟესტიკულაციას ადეკვატურად აფასებენ და ფაქტებით პასუხობენ. ამიერკავკასიისთან განსაკუთრებით საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ 7 ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად დასავლეთთან, ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია ამას გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის. ჩვენ არაფერი შეცახვეცი არ აქვს ჩვენი შეფასებით. ევროკავშირი თავისუფლად შეუძლია საქართველოსთან გადააფორმატოს ის კონფლიქტური ურთიერთობა, რომელიც დღეს არის. დავაკვირდით ერთ რამეს. კობახიძე შემთხვევით არ იყო იქ მიწვეული. არც შეხვედრები იყო შემთხვევითი, არც ზელენსკისთან იყო შეხვედრა შემთხვევითი წყატაშორით. თუმცა ეს თბილი შეხვედრა გარდა იმისა, რომ სადღაც გულის სიღრმეში გესიამოვნება, მეორე მხრივ საფრთხეებსაც შეიცავს, რამე უფრო დიდი ხაფანგი არ დაუგონ საქართველოს ამ თვალსაზრისით. ფაქტი ერთია, ერევანში მარჯვენა ხელს რომ სამეგობროდ იწვდენ და მარცხენათი ბრიუსელი მორიგ პასკვილს წერდა, სადაც მთავრობა და ქართული მედია რუსეთზე მუშაობაში დაადანაშაულა. როგორც მოსკოვის საკავშირო ყრილობა იღებდა მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით, ასევე ბრიუსელის საკავშირო პარლამენტი დღეს იღებს ამგვარ მტრულ გადაწყვეტილებებს საქართველოსთან დაკავშირებით. ცხადია, უნდათ საქართველოს ასე ვთქვათ რესურსების და თვითონ ასე ვთქვათ ერთგულების თუ ლოიალობის იაფად ყიდვა, როგორც აქამდე აკეთებდნენ და მეორე მხრივ ეს არის თაფლაკვერის პოლიტიკა იმაზრით, რომ ისინი ხვდებიან, რომ დამოკიდებულების რაღაც ხარისხი არსებობს საქართველოს და მთლიანად ამ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. Because we need also stable ჩვენ ღია ვართ ახალი პარტნიორებისთვის და ვეძებთ მათ, ოღონდ ისინი ჩვენაირად უნდა აზროვნებდნენ. ამ შემთხვევაში შევძლებთ მათთან ერთად ენერგიის მიწოდების სანდუარხების აწყობას. იგივე პრობლემა აქვს ბრიუსელს ბაქოსთან. მათნაირ აზროვნებას ითხოვენ და ვერ იღებენ. ამიტომ მორიგ რეზოლუციაში ალიევი დიქტატორად შერაცხეს, თუმცა ბაქოდან მკვახე პასუხი მიიღეს. ბაქომ ევროპარლამენტთან ურთიერთობა შეწყვიტა, ხოლო აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრობაზე უარი განაცხადა. ევროკავშირის სამიტს მართავს ერევანში. კი ბატონო, ხელი მოუმართოთ, მაგრამ წამყვანი ქვეყანა რეგიონში ჩვენ ვართ და ჩვენ ერევანში არ წავალთ და არც არის საჭირო. ბრიუსელი კვლავ გააგრძელებს მათ სხვანაირი ურთიერთობაც არ იციან სამწუხაროდ. წლების განმავლობაში ჩვენ ხედავდით ეს ხელის გადაგრეხვის პოლიტიკას
ჩვენ ვხედავდით რაღაცა დირიჟორის პოზიციიდან, რომ რასაც ბიუროკრატია, ბრიუსელის ბიუროკრატია გადაწყვეტ და ის უნდა გაეკეთებინა საქართველოს. ილჰამ ალიევი კარგად ხვდება რა თამაშიც არის წამოწყებული და კარგად მიხვდა, რომ ეს არ იყო არანაირი ევროკავშირის შეხვედრა, შესაბამისად არც მიიღო ამაში მონაწილეობა. ალიევის სამიტზე არ ჩავიდა, ხოლო პირდაპირ ჩართვისას ევროელიტას სათქმელი პირში უთხრა, თუმცა პასუხად ცინიზმი მიიღო. მშვიდობაზე ზრუნვის ნაცვლად საბოტაჟით ხართ დაკავებული. ყარაბაღის მეორე ომიდან დღემდე 5 წელიწადში აზერბაიჯანის შეურაცხყოფელი 14 რეზოლუცია მიიღეთ. როგორი შეპყრობილი უნდა იყო კონფრონტაციით, რომ ამდენი რეზოლუცია წერო. განხეთქილების ელემენტები ნებისმიერი ჯანმრთელი ურთიერთობის ნაწილია და ეს კარგია, ხოლო ვიღაცას თუ ჩვენი პოზიცია არ მოსწონს, არ გვაინტერესებს, ჩვენ ჩვენს პოზიციას არ ვიცვლით. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სხვა გზა არ რჩებათ, ალიევის შემოსარიგებლად მთელი ევროელიტა ერევნიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა. ხვდებიან, რომ კავკასიაში მათნაირად ვერ იაზროვნებენ, მაგრამ ეს საქმიან ურთიერთობას არ გამორიცხავს და ურსულას ამას უკვე პირდაპირ ეუბნებიან. ბოლო წლებია მუდმივად კრიზისულ სიტუაციებს ვებრძვით. კარგი იქნება თუ ბრიუსელი წინასწარ განჭვრეტს მათ და ფორს-მაჟორში არ მოგვიწევს მუდმივად ყოფნა. ასე ვფიქრობ, არა მხოლოდ ჩვენაირი აზროვნების ქვეყნებიდან უნდა გქონდეს პარტნიორობა, არამედ პირველ რიგში გეოგრაფიის გათვალისწინებით. მას აქვს სერიოზული კონცეპტუალური უთანხმოება საქართველოსთან. ეს არის ეს გადაწყვეტილება თორე ხა. გეოგრაფია არ ამგონია რომ ფონ ლაიენმა არ იცოდეს და ან რუკა არ ქონდეს ნანახი, ან წარმოდგენა არ ქონდეს რასაც ამბობდა. თუმცა გეოგრაფიის გაკვეთილი ურსულას მაინც წაადგება და სხვაც ბევრი იქნება, იმიტომ რომ ენერგოკრიზისი ევროპას უკვე სიღარიბეში ძირავს. 1 in 5 Germans now face the risk of imminent poverty. ყოველი მეხუთე გერმანელი დღეს სიღარიბეში ცხოვრობს, ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყანაში. ეს ბერლინის ერთ-ერთი ღატაკიობანია, ანუ იქ ვინც ცხოვრობს, ყველა ღარიბ ღატაკია. იგივე სურათია საფრანგეთშიც, სადაც სიღარიბე ბოლო 30 წლის მაქსიმუმზეა. Americas for almost 20 years. The European Union's economy has been stagnant for so long. ევროკავშირი იმდენი ხანია სტაგნაციაშია, რომ ამერიკის უღარიბესი შტატიც კი მისისიპი დღეს ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე მდიდარია. And Mississippi looks to be on track. არც თუ გასაკვირად, ევროპელთა 58% მიიჩნევს, რომ აჯობებს ევროპა ამერიკის გზას გახვეს და მხოლოდ 18% არ ფიქრობს ასე. ამ პროცესის დასამალად კრიტიკული აზრის ტოტალური ცენზურა ხდება. აზრის გამოთქმა ისჯება. ხალხი ხმის ამოღებას ვერ ბედავს, თუნდაც იმის სათქმელად, რომ ცხოვრება გაუარესდა. ევროპელთა 25%, ანუ 93 მილიონი ადამიანი და მათ შორის 20 მილიონი ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს. ჩვენ დღეს სიღარიბესთან ბრძოლის სტრატეგიას განვიხილავთ, რომელშიც სიღარიბის მიზეზი ანუ ევროკომისია ნახსენებიც არ არის, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება, სიღარიბის დაძლევაც არ მოხდება. ირანში ომმა კრიზისი კიდევ უფრო დაამძიმა. ჩვენი გათვლებით დღეს უკვე არსებული ვითარებიდან თავის დაღწევას 25 წელი დასჭირდება. ილჰამ ალიევს უჭირავს კოზირები ხელში, ნავთობის სახით და ენერგომატარებლების სახით. შესაბამისად ამ კოზირებს კარგად იყენებს და იცის, რომ თვითონ თუ არ ჩავა, მასთან ჩავლენ. და ესეც მოხდა, ხო? ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩავიდა, კაია კალასი ჩავიდა და მათთან ჰქონდათ საუბრები. რაც რა თქმა უნდა, ეგრეც იყო მოსალოდნელი. ჩემი აზრით, საქართველოს ზუსტად იგივე პოზიცია უნდა დაიკავოს. საქართველოს გზა გასაყარზე დგას, ერთი გზა ევროკავშირისკენ, მეორეზე გზა კი ბნელი წარსული სიღარიბისა და სამოქალაქო ომისკენ მიდის. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის ელჩის სიტყვებმა მმართველი გუნდის საკმაოდ მძიმე რეაქცია გამოიწვია. ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით. ეს არის მისი პირდაპირი მუქარა, რა თქმა უნდა, ამისათვის ელჩის დაბარება არის მიზანსიზმარი. ჰერჩინსკი დაიბარეს კიდეც საგარეო სამინისტროში, თუმცა ბრიუსელის პოლიტიკა ცხადია, ამით არ შეიცვლება. ექსპერტთა შეფასებით, ის თვითგანადგურების რეჟიმშია, რომელიც მსოფლიოს გადალაგების პროცესში Deep State-მა ჩაურთო. შესაბამისად, საქართველოს უბრალოდ დალოდება სჭირდება. ჩვენ უნდა მშვიდად დაველოდოთ იმ დინარეს თუ ზღვას, რომელიც ჩვენ მტრების გვამს ჩამოატარებს. ანუ ის სახელმწიფოები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ უნდათ რომ აღიარონ საქართველოს,
ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ეს ესე მოხდება აუცილებლად. ხოლო როცა მდინარე ჩამოივლის, ცუდ მოგონებებთან ერთად ქართულ იასამნებსაც გავატანთ. ორასევდიანი ჩავალ სამარეში თუ არ ჩამატანეთ იასამანი ორასევდიანი ჩავალ სამარეში თუ არ ჩამატანეთ იასამანი